აი როგორ არ მინდა რომ რაღაც დიდაქტიკური ტექსტი გამომივიდეს, მაგრამ არ ვიქნები გულწრფელი, ახლა მოგიყვეთ რა მაგარია შხუდალის წმინდა გიორგის სალოცავზე, რა ლამაზია ორპირის კლდეკარი, რა არაჩვეულებრივია ხვამლი და ასე შემდეგ. უბრალოდ მართლა პარალიზებული ვარ და ფიქრობ რა შეიძლება გავაკეთო, რომ ჩემი შვილები იყვნენ უსაფრთხო და დაცულ გარემოში. იმიტომ რომ ამ დრომდე ვფიქრობ, როგორ ურეკავდა წუხელ 17 წლის ვერაზე მოკლულ ბიჭს დედა ტელეფონზე და როგორ ვერ ბედავდნენ ექიმები ყურმილის აღებას, ტელეფონის აღებას. ვერაფრით ვერ იქნები კარგად მაშინ, როდესაც ქვეყანაში ასეთი რაღაცები ხდება. ვერ იქნები და მორჩა. ამორალურია, როდესაც ამ სიტუაციაში ჰამაკში წამოკოტრიალებული ყვები როგორ სოფლურ იდილიაში ხარ და როგორ მძლიერმა კოუჩმაც არ უნდა გვასწავლოს, როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და როგორ დავტკბეთ ბედნიერებით, თუ ჩვენს გვერდით არიან ადამიანები, ვინც იტანჯებიან, ვერაფრით ვერ ვიქნებით ჩვენ ბედნიერები. ჩემი ლეჩხუმელი ბებია მეუბნებოდა, რომ როდესაც მეზობელი ტირის შენ ცეკვა სიმღერა შენ სახლში არ უნდა დაიწყო. იმის მიუხედავად მისი პრობლემები შენ გეხება თუ არაო. ამ სიტუაციაში ჩემი და შენი პრობლემა არ არსებობს, რადგან თუ ის 17 წლის ბიჭი თქვენი შვილი არ არის და ხვალ შეიძლება სტატისტიკად იქცეს, ზეგ ეს სტატისტიკა შეიძლება თქვენი პირადი ტრაგედია გახდეს, ჩემი პირადი ტრაგედია გახდეს და არ მინდა უბრალოდ ამ ზომამდე მივიდეს საქმე. და ამ ზომამდე აუცილებლად მივა თუ რაღაცას არ შევცვლით. 1 წლის წინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ Facebook-ის პოსტის გამო ვინმე შეიძლება ციხეში წასულიყო. 1 წლის შემდეგ ეს რეალობა დადგა. და ვის აქვს იმის გარანტია, რომ 1 წლის შემდეგ ამაზე უარესი ცხოვრება არ გვექნება. უსაფრთხო გარემო არ გვაქვს, პროტესტის უფლება არ გვაქვს, გამოხატვის თავისუფლება არ გვაქვს და ამ სიტუაციაში როგორ შეიძლება იჯდე ჰამაკში და ყვებოდე შენ სოფლურ იდილიაზე და იმაზე რა მშვენიერია ცხოვრება, მაშინ, როდესაც მშვენიერი სხვისთვის არ არის. და მშვენიერი ვერ იქნება შენთვისაც ძალიან მალე. იმის მიუხედავად, რომ სასოწარკვეთილების ჟამს ხანდახან მეფიქრება საზღვარგარეთ წასვლაზე, მაინც ვბლოკავ ამ აზრს ჩემს თავში და ჩემს ქვეყანაში მინდა ჩემს შვილებს უსაფრთხო გარემო ჰქონდეთ. მე მართლა არ ვიცი ამ სიტუაციაში როგორ უნდა მოვახერხოთ ნორმალურად ცხოვრება. არ მაქვს ამაზე პასუხი. თქვენ როგორ ახერხებთ ამ სიტუაციაში ნორმალურად ცხოვრებას?